დღეს შემოგთავაზებთ ჩანახს, რომელიც ოდნავ განსხვავდება ტრადიციული რეცეპტისაგან. თუ არ გიყვართ ძალიან ცხიმიანი კერძი, მაშინ ეს რეცეპტი დაგაინტერესებთ. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გარეცხეთ ცხვრის რბილი ხორცი და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი და ძარღვები. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ცოტა ძირა. ჩანახისათვის დაგჭირდებათ თიხის ჯამები. თითო ჯამი ერთი ადამიანისათვის. თიხის ან ნებისმიერ ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოусვით კედლებზე ზეითუნის ზეთი და გარშემო ჩააწყვეთ ბადრიჯნის ნაჭრები. შვაში კი მოათავსეთ ცხვრის ხორცი. შემდეგ შუაში დააწყვეთ დაჭრილი კარტოფილი. სხვადასხვა ადგილზე ჩააგდეთ 4-ხად გაჭრილი ნიორის კბილი მარილი. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი პამიდორი. მოაყარეთ ცოტა პროვანსის ბალახები. მარილი და დარჩენილი დაჭრილი ოხარხუში. მოასხით ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით. მოასხით 2 სუფრის კოვზი წყალი. შედგით ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოიღეთ. გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ მიართვით სუფრასთან. თიხის ჭურჭელი ინარჩუნებს სიმხურვალეს და 10 წუთი კერძი არ გაცივდება. გემრიელად მიირთვით.